Ოპოზიცია სემეკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ტარიფის ზრდას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას აბრალებს. უმცირესობა მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმას თავაზობს. პარლამენტში დენის ტარიფი დღეს შეფასებების თემა იყო. სამწუხაროდ შემცირების და განახევრების ნაცვლად იზრდება დაახლოებით 4 თეთრით, რაც სამწუხაროდ ძალზე მძიმედ დააწვება ჩვენს მოსახლეობას, მძიმედ დააწვება ჩვენს ეკონომიკას და მთლიანად საქართველოს ეკონომიკას. გზა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ აირჩია გარკვეული სუბსიდირების კუთხით, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული არის გარდაულად გამოიწვევს ჩიხში შესვლას. ეს ძალიან მძიმედ დააწვება ბიუჯეტს უბრალოდ სკოლისა, ძალიან დააწვება აქედან გამომდინარე თქვათ მსხვილ მომხმარებლებს, ისევე როგორც მერი აქედან გამომდინარე დააწვება თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია იწვევს პროდუქციაზე ფასების ზრდას, ისედაც გაზრდილ ფასებში ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის დარეგულირება. ამგვარი სუბსიდირება არასდროს გამართლებული არ არის ხოლმე, უბრალოდ ეხლა მესმის გამომდინარე ამგვარი რთული ვითარებიდან მათ სხვა გზა არ დარჩენია. ეს განპირობებულია რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ამიტომ ჩვენ ამას უნდა მივუდგეთ რეალურად, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე რეალობაში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველების, რომ აქ აუცილებელია მათი მდგომარეობა იქნას გათვალისწინებული, კომიტეტი და პარლამენტი ამას რა თქმა უნდა გაუწევს კონტროლს და მე ვფიქრობ, რომ მთავრობას ამ საკითხის გაგებით მოეკიდება და გარკვეული მხარდაჭერა, სუბსიდირება იქნება, ესე ვთქვათ, რაიმე თანაგადახდის პრინციპი, ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.